მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. Ამ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას გასცა პასუხი. რას იზამს მეხუთე პრეზიდენტი მე-6-ეს ინაუგურაციის დღეს. სათქმელის დროც სიმბოლურად შეარჩია. 11 საათი, როდესაც პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. საპრეზიდენტო ტრიბუნასთან გამოვიდა სიმბოლურად იმ სამოსით, რომელიც 6 წლის წინ საკუთარ ინაუგურაციაზე ეცვა და განაცხადა, რომ არ აპირებს უღალატოს ფიცს, რომელიც კონსტიტუციის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავის დროზე დადო. ტოვებს ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანი სასახლეს, რადგან შენობა არ განსაზღვრავს სტატუსს და რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად. პრეზიდენტად რისი მანდატიც მას ხალხმა დობიდან გამომდინარე მიანიჭა. თქვა ისიც, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში ხელს შეუშლის ქართულ ოცნებას და ამისთვის აქტიურად განაგრძობს მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ სპექტრთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით. ეს შენობა არავისი არაა. ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. იქ სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ქვეყანა შესული არის, შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც გავეკეცით, რომლისგან განთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლა იყო ქართული ისტორიული ბრძოლა. მმართველმა პარტიამ, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს, არა მხოლოდ ომი დაუწყო, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლება ყოფილიყო ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა. სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი დაყო და გაყო. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი. დაყოფა ამერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მართველი და ბატონი. ამიტომ არის ქართული ოცნება რუსული ტრაგედია. ტოტალური კრიზისი იმითიც არის, რომ იზოლაციაში, სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს ქვეყანა. გონიათ, რომ ამითი ჩაკეტილი ქვეყანა, როგორც ჩაკეტილნი არიან პარლამენტში, ისეთი ჩაკეტილი ქვეყანა უფრო მარტივი იქნება, რომ დაამონონ და გადაიყვანონ რუსეთის ყაიდაზე, რუსულ დიქტატურაზე, მაგრამ ეს არ მოხდება. მიმართვის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტი მოქალაქეებთან გავიდა და 31 დღიანი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობა დაიმსახურა მათგანაც. სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ ადამიანებს პირობა მისცა, რომ პერსონალურად იქნება ჩართული იმ ორი მთავარი ამოცანის მიღწევაში, რასაც დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა ჰქვია. ყველაფერი არის გამოსასწორებელი და ამაზე უნდა დავჯდეთ და ძალიან სერიოზულად შევისწავლოთ, როგორ უნდა იყოს ის დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ არასოდეს არ მოატყუოს ქართველი ხალხი, ფარულობა, არაინტიმიდაცია და უნივერსალობა იმ მხრივ, რომ ჩვენმა დიასპორამ უნდა მიიღოს ის, რაც არის მისი საკუთარი უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავალში. კონკრეტულ არჩევნებისთვის პირობების შექმნას და დეტალურად ამისი დოკუმენტულად დადებას ამაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული. იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამოდენიმე დღეში დავდოთ ეს დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის რაღაცა ისეთი რეტორიკული განცხადება,
ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე. ეს არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში და ყველა ასეთ ქვეყნის, ასეთი კრიზისის შემდგომ ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის, რომ პარტიები უნდა იყვნენ მზად, რომ ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისედაც უნდა იყვნენ მზად. ვინც აპირებს, რომ ხვალინდელ ქვეყნის პოლიტიკაში იყოს, თქვენი ჯერი არის და მოემზადეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მალე მოვა. მიმართვას ორბელიანების სასახლიდან უსმენდნენ ორბელიანის მოედანზე მდგარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 4 სუბიექტი, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად, სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, მას უწონებს გადაწყვეტილებას ათონელის რეზიდენციიდან გამოსვლის თაობაზე. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მოქმედების დღის წესრიგი და მიზნები არ იცვლება. არც ქონია რომ ის ხალხურად მოიქცეოდა და რა თქმა უნდა, აქ ეხა გამაგრებას რა აზრი ქონდა. პროცესი კიდევ უფრო ძლიერი გახდება, კიდევ უფრო ეროვნული, კიდევ უფრო ხალხმრავალი და ქართული საზოგადოება მიაღწევს ამ ქვეყანაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მათი ხარდაჭერით ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, რაც შესაძლებლობას მისცემს ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევას ქართველ ხალხს. მე ვფიქრობ, ამ მიზნთან ძალიან ახლოს ვართ და ამ მიზნის მიღწევისთვის საერთოდ იყო აუცილებელი აქ გაჩერებულიყო ქალბატონი ზურაბიშვილი. დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ძალიან სერიოზული ბერკეტი მიცემული ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და ეს უნდა იყოს გამოყენებული სწორედ იმისთვის, რომ იყოს არ დაიკარგოს ჩვენი დასავლური გზა, არ დაიკარგოს ჩვენი ევროატლანტიკური გზა და საქართველოს შეძლოს რეალურად უკეთესი მომავალში ცხოვრება ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა საზოგადოებამ. პრეზიდენტის მიმართვა იყო გამშვალული სწორედ ქვეყანაზე ზრუნვით იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქართული ოცნება, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ამ მძიმე კრიზისიდან და ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები. რაც გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება, რომ ის რჩება ხალხთან, ეს მოისმინე და დანარჩენი ნახოთ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მიტაცებული, ეს თავისთავად ქართული ხალხისთვის ცნობილია და ეს ესე დარჩება, მანამ სანამ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ეს არალეგიტიმურობის სტატუსი ამ სახით, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებით არ მოიხსნება. სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის განცხადებებს ქართული ოცნება ციფრებს უპირისპირებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობას 26 ოქტომბრის შედეგებში ასახული მათი აღებული ხმების რაოდენობას ადარებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციაც ყოფილი პრეზიდენტის ლიდერობით 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. რეალობა არის ერთი. ეს ერთი რეალობა არის ის, რომ 1,100,000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ხარი დაუჭირა მართლ ძალას. და სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაბულაშვილის არჩევა. მანამდეც სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. უნდა დავითვალოთ, იმიტომ რომ 1000 კაცის შეკრება 1000 კაცი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არსებითად ეს არის აქტივი, ეს არის პარტიების აქტივი, NGO-ების აქტივი. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აძლევს მათ საშუალებას, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწყვეტს 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში ქართული ოცნება განაგრძობს ამ ქვეყნის მართვას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილი დღეიდან არის ყოფილი პრეზიდენტი, მას აქვს სრული თავისუფლება განახორციელოს ის საქმიანობა, რაც მას სურს, რაც შეეხება ოპოზიციისთვის პრეზიდენტობას, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის დროზე, როდესაც ის და მას ევალებოდა, რომ ყოფილიყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აირჩია ოპოზიციის ლიდერობა თავის დროზევე და ეს არჩევანი იყო მისი. ახლა ეს უკვე მათი ურთიერთობების საქმეა, თუ რა პოზიციებით იქნება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებში ჩაწერილი. ეს უპირატესობას აჩვენებს ოპოზიციის ორგულიანობას. მე როგორც ვიცოდი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემა არის, ასე რომ გამოდის, რომ
მათაც კი ორი პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. ავიც ღმერთმა შეარქვეს. ქართული ოცნების ხედვით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. განსხვავებულად აღიქვამს პროცესებს პოლიტიკური სპექტრი და ის საზოგადოება, რომელიც ერთი თვეა ქუჩის პროტესტში მონაწილეობს და რომლებსაც სალომე ზურაბიშვილმა პირობა მისცა, რომ მათი ინტერესების დამცველი და ბოლომდე მათთან ერთად იქნება. მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც დღეს ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია დემონსტრაციულად ჭიშკრის გაღებით და ხალხთან გამოსვლით დატოვა, ორბელიანების მოედნიდან მცხეთაში, სვეტიცხოველში წირვაზე გადაინაცვლა. ტაძრიდან გამოსულმა კი თქვა, რომ დარჩენილ შეკითხვებზე, მათ შორის სად იმუშავებს და როგორ, პასუხების გაცემის დრო ხვალ იქნება. აი გეტყვით ხვალიდან გეტყვით ყველაფერს. დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე.